შენი მოწვევის მიზეზი არის ის, რომ ველნესი, ცხოვრების ჯანსაღი წესი უფრო და უფრო აქტუალური ხდება, მოდი ესე ვიტყოდი, მთელ სოფლიოში, არა მარტო საქართველოში და საქართველოში ძალიან კარგი დინამიკით იყიდებს ფეხს, მოდი ესე ვთქვათ, უფრო და უფრო მეტი გვესმის ამასთან დაკავშირებით და შენ ადამიანი, მე ვიცი რომ შენ ხარ ის ადამიანი, რომელმაც აი ყველა ნაბიჯი შენით გაიარე და ამაზე კიდევ მე ცალკე მინდა როგორც ქალი ბიზნესმენი, რომელმაც შეძელი რომ ყველა ნაბიჯი შენით გადადგმული წარმატებისკენ მიმართე და მოდი ჯერ ვისაუბრო თვითონ თემაზე თუ შეიძლება, ანუ ველნესი, ჯანსაღი ცხოვრების წესი და შენ მოგვიყევი თუ შეიძლება ის გამოცდილება, რომელიც დაგიგროვდა უკვე ამ წლების განმავლობაში, რა დამოკიდებულება არის საერთაშორისო და საქართველოში ცხოვრების ჯანსაღწეს და კონკრეტულად ველნესთან მიმართებაში. კი ბატონო, ну დავიწყოთ იქიდან თვითონ ველნესი ეს არის რო გადავთარგმნოთ well-being life, ანუ იცხოვრე ჯანსაღად და მისი საწყისი, ანუ წყარო, როგორც ჩვენ ვიცით, არის ამერიკიდან. თუმცა მე რაღაც ნაწილობრივ არ ვეთანხმები, იმიტომ რომ ჯანსაღი ცხოვრება ეს არის ადამიანის არჩევანი. შეიძლება ამერიკაში მას ქონდა უკვე რაღაცა შექმნილია ესეთი ორგანიზაციები, სადაც იკრიფებოდნენ ადამიანები, ერთმოაზროვნე ადამიანები, თუმცა საქართველოში ჩვენ რო ისტორიულად ჩავეხედოთ, გვაქვს ტრადიციული მედიცინა, გვაქვს ძალიან სწორი მიდგომა საკუთარ სხეულთან, საკუთარ მენტალურ სხეულთანაც, არა მხოლოდ ფიზიკურ, იმიტომ რომ იყო ჯანსაღი ცხოვრების წესით თუ ცხოვრობ, ეს არ ნიშნავს მხოლოდ შენი ფიზიკური სხეულის სიჯანსაღის. უფრო გონებრივი აუცილებლად გადაწყვეტილება ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კი ბატონო, ეს არის პირველ რიგში შენი გონება. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ შენი მენტალური სხეული, შენი შინაგანი მდგომარეობა და შენი ენერგეტიკული სხეული, ანუ ის რაც შენს გარშემო ტრიალებს, ეს ყველაფერი შემდგომ შენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე დროთა დრო აისახება შენ ფიზიკურ სხეულზე. იმიტომ არის, რომ ადამიანები შეიძლება გადის წლები არ აქცევენ თავს, ანუ ყურადღებას უფრო წარმატებულ ადამიანებში ხდება ასე, ძირითადად სამსახური, ყოველდღიური დისციპლინა და ასე შემდეგ, ზოგჯერ არა, მავნე ჩვევები, მოდი ასე ვთქვათ, და საბოლოოდ მერე ღებულობენ რაღაც კონკრეტულ პრობლემას, რომელსაც თუ თავიდანვე ადამიანი მოიფიქრებს და სწორად დაალაგებს თავის ცხოვრებაში, ანუ შემოიტანს თავის დისციპლინაში, ის არავითარ შემთხვევაში, ანუ ავადმყოფობა ჩათვალეთ არ ექნება არასოდეს. კი ბატონო, ანუ მოდი ესე ვიტყვი, თუ შეიძლება ჩვენ ქართველებს გვიყვარს ხოლმე რა, რომ სწრაფი შედეგის მიღება გვინდა ყველაფერში და მათ შორის ჯანმრთელობასთან მიმართებაში. ნუ ეხლა ავადმყოფნა არავის არ უნდა, ყველას გვინდა რომ ჯანსაღად ვიყოთ, მაგრამ ამისკენ მიმავალი გზები არის სხვადასხვა, ხო? მოდი ესე ვთქვათ, სადღაც ევროპულ საზოგადოებაში უფრო ალბათ პირველ რიგში ამაზე დაფიქრება ხდება, მერე ცხოვრების წესის დამკვიდრება ხდება, რომელიც მოდი ესე ვიტყვი, თუ შეიძლება ეხლა საქართველოში რა ძალიან მოდაში ბწყარებში ვიტყვი შემოვიდა კიდევაც, ეს არის ბარიატრია, ხო? კუჭის ნაწილობრივი რეზექცია იმისათვის, რომ წონა ეს კორექცია მოხდეს. რაც ძალიან ჩემი აზრით საკმაოდ მძიმე თემაა და მაგალითად ის, რომ იგივე შედეგის მიღწევა შესაძლებელი არის ნაკლები რისკით და ცხოვრების წესისულებით, ეს ქართველებს ეზარებათ. არ უნდათ. უფრო აი როგორ არის იცით, არც ის არის საკმაოდ რთული რეაბილიტაცია აქვს დამეთანხმებით და საკმაოდ რთულ პერიოდს გადის ამ პერიოდში ადამიანი. თავის ყოველდღიურობიდან ფაქტიურად ამოგდებულია და შეიძლება მე მაგალითად აი ისევ საქმიან ადამიანს განვიხილავ, ხო? ის ჩათვალეთ რაღაც პერიოდში ამოვარდნილია თავის განკვეთრად ხდება ეს. კი ბატონო. თუმცა თუ შენ ყოველდღიურობაში შემოიტანე ჯანსაღი ცხოვრების ელემენტები, შენ
ჩათვალე, რუტინაში ხარ და პირიქით უფრო პროდუქტიული ხარ, მენტალურად უფრო ჯანმრთელი ხარ, უფრო აფასებ ალბათ ჩემი აზრით, იმიტომ რომ ის შრომა, რომელიც იდება ყოველ დღე, ის შემდეგ უფრო ფასდება ადამიანის მიერ. ჩემი აზრით, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე. ძალიან საინტერესოა. ეხლა სარეკლამო პაუზა მოგვიწია დრო და მოდი ესე ვიტყვი თუ შეიძლება რომ საუბარი გავაგრძელოთ, თემას დავტოვებ, გახსნილს და მე ამაზე მიპასუხეთ თუ შეიძლება. ანუ ერთი ეს არის ჩვენ ეხლა ვთქვით რაღაც ერთი მაგალითი და იმავდროულად მეორე მაგალითი, რა ძალიან საინტერესო არის, ეს არის ესე ვიტყოდი სილამაზის ინდუსტრიასთან დაკავშირებული, ხო, აი ადამიანები, ქალები განსაკუთრებით და კაცებიც ბოლო პერიოდში უფრო და უფრო მეც ცდილობენ თავისი გარეგნული სილამაზე ჭყალებში დააკორექტირონ, არ ვიცი, ან გაიუბჯობესონ სხვადასხვა აზრები არსებობს ამასთან დაკავშირებით, ასევე ძალიან აქტიური, მოდი ესე ვიტყოდი, ქირურგიული თუ რაღაც სხვადასხვა პროცედურების ჩარევით. და ეს თემაც ასევე ხდება ძალიან მწვავე უფრო და უფრო. ხა სიმართლე რო ვთქვათ, რაღაცა მოდაში შემოვიდა, რომ აუცილებლად ვიღაცას პლასტიკები უნდა ქონდეთ გაკეთებული სახის მათ შორის და მე ვიცი რომ შენ ხარ ესეთი ტერმინიც კი დაამკვიდრე სახის იოგა რაღაც სპეციალური საავტორო ტექნოლოგია გაქვს, რომელიც არ არის დაკავშირებული რაღაც ჩარევასთან, რასაც ქვია პროცედურულად, სამედიცინო პროცედურულად, არამედ უფრო ძალიან საინტერესო და ამაზე რო გვესაუბრო სარეკლამო პაუზის შემდეგ, ამითი დავუბრუნდეთ ეთერში თუ შეიძლება. კი ბატონო. გადაცემის მხარდამჭერია ქართული პრემიუმ კრაფტ ლუდი ტაატი. რეკლამა რადიო კომერსანტზე. შენი თმა, შენი ისტორიის ნაწილია. ძნელია შეელიო იმას, რაც შენია. შეგიძლია დაიბრუნო ის, რაც დაკარგე. დეამედი, თმის აღდგენის ხელოვნება. შექმენი შენი ახალი ისტორია. პროფესორ დეა პაპასკირთან ერთად. ბერბუგის 8. ტელეფონი 591 50 90 90. New Hospitals's ენდოსკოპიის ცენტრის გამოცდილი სპეციალისტები მაღალ ტექნოლოგიური აპარატურის გამოყენებით ატარებენ სადიაგნოსტიკო და სამკურნალო პროცედურებს, გასტროსკოპიას, კოლონოსკოპიას, ბრონქოსკოპიას და ამიერკავკასიაში მხოლოდ New Hospitalsში. წვრილი ნაწლავის ენდოკაფსულარულ კვლევას. ჩასაწერად დაგვიკავშირდით 2 190 190. მრავალპროფილური კლინიკა New Hospitalsი. კრწანისის ქუჩა ნომერი 12. კომპანია Sun Motors-ი გთავაზობთ იდეალურ არჩევანს თქვენი ავტომობილებისთვის. უმაღლესი ხარისხის ევროპულ აკუმულატორებს და საავტომობილო ზეთებს, საცალო და საბითუმო ფასებში. შეიძინეთ თქვენთვის კარგად ნაცნობი ყინვაგამძლე ზუბრი და პოლონური ბრენდი ზაპი. სასიამოვნო სიახლე Sun Motors-ში. შეუკვეთეთ სახლიდან გაუსვლელად თქვენთვის სასურველი პროდუქცია და ისარგებლეთ ადგილზე მიტანის სერვისით. მისამართები: წერეთლის 73A. ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორია. შეშელიძის 30 გლდანში და აღმაშენებლის ხეივანი ნომერი 46. ტელეფონი 0322 43 25 25. კომპანია Sun Motors-ი. ხარისხის 26 წელი. გაუფრთხილდი ზრავს, იმგზავრე მშვიდად. იამალუბის პრემიუმ ხარისხის ზეთების შეძენა უკვე ხელმისაწვდომია Yamaha showroom-ში. მაღალი წნევის და ტემპერატურისადმი გამძლე. იდეალურია ქუჩისთვის, ტრეკისთვის თუ ოფროუდისთვის. ეწვია Yamaha showroom-ს. დავით აღმაშენებლის 116 ან დაგვირეკეთ 2511. გაუფრთხილდი ზრავს, იმგზავრე მშვიდად. უნიკალური შანსი საქართველოში ნომერ პირველი ესთეტიკის სასწავლო ცენტრ ლოტუსისგან. მათ ვინც იმერეთსა და აჭარის რეგიონში ცხოვრობთ, გსურთ დაეუფლოთ ლაზეროთერაპევტის პროფესიას და ვერ ახერხებთ სასწავლებლად დედაქალაქში ჩამოსვლას, ლოტუსი გაძლევთ უნიკალურ შანსს. სულ რაღაც 2 კვირაში თქვენსავე რეგიონში შეისწავლოთ მოთხოვნადი პროფესია. მიიღოთ ISO ხარისხის სტანდარტის შესაბამისი სერტიფიკატი და დასაქმდეთ მარტივად. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაგვირეკეთ 0322 9383. ლოტუსი, ჩვენ ვსრდით პროფესიონალებს. World Logistics-ი საუკეთესო ფასებითა და პირობებით. იმპორტი ჩინეთიდან. World Logistics-ი საკუთარი მანქანებით იზრუნებს შერეული ტვირთების ტრანსპორტირებაზე ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით. 20-25 დღეში. დამატებითი ინფორმაციისთვის მოგმართეთ მეილზე
info@worldlog.gr ან დაგვიკავშირდით ნომერზე 511 29 11 11. World Logistics-ი. უსაფრთხოება და ვადების ზუსტი დაცვა. რეკლამა რადიო კომერსანტზე. ბრენდი საქართველო. ლევან კობერიძესთან ერთად. დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში, ვაგრძელებთ გადაცემას. ჩვენთან სტუმრად არის შორენა ალიბეგაშვილი, ადამიანი, რომელიც რეალურად ისეთ განსხვავებულ გზას გვთავაზობს საკუთარი ტექნოლოგიით და საკუთარი ცოდნით, საკუთარი თავის გაჯანსაღების და იმ სილამაზის შენარჩუნების, რაც ალბათ ძალიან საინტერესო არის ჩვენი მსმენელისთვის და მნიშვნელოვანია, ჩვენ რაზეც საუბრობდით ახლა შორენა სარეკლამო პაუზის დროსაც, რომ მოკლედ სილამაზის შენარჩუნება და მოდი ახალგაზრდად ყოფნა და ცხოვრების განხანგრძლივება ეს ახლა ადამიანის ოდითგანვე ოცნებაა, ხო, ეს რაღაცა უკვდავების წყალი იქნება თუ სილამაზის წყალი და ასე და ბუნებრივი მოთხოვნილებაა, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში რომ ჩვენ შევძლოთ ეს შევინარჩუნოთ, ხშირად გვირჩევნია რომ მეტად რისკიან პროცედურებს მივმართოთ და არ ვიცი შედეგიანი რამდენად არის, არ ვიცი ახლა ვიღაცას მოწონს ეს თანამედროვე პლასტიკური ქირურგიის და სხვა მიღწევები, ვიღაცას არა, მაგრამ აი შენ გვთავაზობ სხვა გზას რეალურად, ხო? ანუ რაღაც სხვა შენი ბრენდი ჩამოაყალიბე ის ანეროში, ხო, რომელიც შენი შექმნილი არის, ძალიან საინტერესო ისტორია აქვს, სხვათა შორის მასეც ვისაუბროთ მესამე ბლოკში, მაგრამ მანამდე თუ შეიძლება რომ შენ გვითხრა რა უდევს საფუძვლად შენი ტექნოლოგიის და მეთოდოლოგიის წარმატებას, ესე რომ ვთქვა. კი ბატონო. დაგეთანხმებით ის იმაში, რომ ადამიანის ბუნება, დღევანდელი ადამიანის ბუნება არის ასე აწყობილი, რომ ყველაფერი უნდა სწრაფად. ეს განაპირობა თუნდაც გაჯეტები, სადაც ჩვეულებრივად შედიხარ და სწრაფად ღებულობ ინფორმაციას. ჩვენ დროს ალბათ თუ გახსოვთ, ჩვენი ქონდა ბიბლიოთეკები, სადაც შევდიოდით, სადაც ხარჯავდით დროს, ენერგიას იმისათვის, რომ რაღაცა წყაროებიდან ინფორმაცია აგეღო. დღეს ეს ინფორმაცია ძალიან წაგეკითხა. ანუ რატო არის მნიშვნელოვანი, რომ წაიკითხო დაკონსპექტო, დაწერო, იქ არის ხელის მოტორიკა, იქ მუშაობს გონება, როდესაც მუშაობს თითები და ხელები, მუშაობს ტვინი. ეხლა არ მუშაობს ხელი, სათანადოდ შენი გონება მუშაობს ძალიან სწრაფ რეჟიმზე. ზედაპირული, ანუ მიიღე ინფორმაცია, შეიძლება არ გადაამუშავო, მოგწონს ღებლობ, არ მოგწონს აგდებ. მოდი ასე ვთქვათ, როგორც მედალს აქვს ორი მხარე, ყველაფერს აქვს ორი მხარე. ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, კარგია, იმიტომ რომ გაქვს საშუალება უფრო ბევრი ინფორმაცია მიიღო მოკლე დროში და მეორეს მხრივ ცუდია, იმიტომ რომ აჩვევ გონებას სწრაფად მიღება და გაშვება. სათანადოდ ანალიტიკური აზროვნება, ადამიანის გონება აღარ ვითარდება. ანუ ფორმა უფრო მნიშვნელოვანი ხდება ვიდრე შინაარსი, ესე ვიტყოდით. ხო, ასე ვიტყოდით. ამიტომ ადამიანი, როდესაც ხედავს და უყურებს რაღაცას, ის როგორც ფილტრი, ნახეთ, აი ფილტრებმა შემოიტანეს ეგრეთ წოდებული მოდა რაღაც კონკრეტული სახის გამომეტყველებაზე. ადამიანს მოთხოვნილება უჩნდება, რომ მიიღოს ზუსტად ასეთი სახე, რომელსაც ანახებს ფილტრი მაგალითად. ხო, ანუ ხატსახე გახდა, ხო, აი ეს იმიჯი ეგრეთ წოდებული, რომ აუ ესეც დავემსგავსები. ამ ფილტრით და მიიმღებლობა ადამიანის დროთა განმავლობაში, უკვე როდესაც ის ეჩვევა და უყურებს საკუთარ თავს ცოტა სხვა ფორმატში და იხედება მერე სარკეში, რა თქმა უნდა, არის სერიოზული დისონანსი და რა თქმა უნდა, მიმღებლობა აღარ აქვს. თუმცა მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ მე არ ვარ უბრალოდ ველნეს თერაპევტი, თავის დროზე კოსმეტოლოგია საკმაოდ სიღრმისეულად მაქვს შესწავლილი და ვარ პრაქტიკოსი კოსმეტოლოგი 34 წლიანი გამოცდილებით, სადაც თითქმის 10 წლის განმავლობაში მქონდა კავშირი ნემსთან, ვაკეთებდი თერაპიებს, ჩვეულებრივ ანუ ის პროცედურები, რაც ახლა მოდაშია, მოდი ესე ვთქვა,
ვთქვათ, შენ თვითონ გაქვს ეს პრაქტიკა. კი, აუცილებლად, იმიტომ რომ ეს იყო, მაშინ მე ასე მეგონა, რომ ეს არის ის. კი. აი სად მოხდა გარდატეხა გონებაში, სად დაინახე, რომ ის ტექნოლოგია არის სხვა და შენ ახლა რასაც აკეთებ, ეს არის რეალურად ის მომავალი და მომავლის გზა კარგი შედეგისკენ. ისევ და ისევ დაუბრუნდები აი ამ სახის მასაჟებს, რომელიც ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის იყო. ამით დაიწყო ზოგადად ჩემი კოსმეტოლოგიასთან კომუნიკაცია და ყოველთვის, როდესაც აი მაგალითად ვაკეთებდი რაღაც პროცედურას, შემდეგ ვაკვირდებოდი ჩემ პაციენტს. დინამიკას უყურებდი. და რას ვხედავდი, რომ პაციენტი არის უფრო ბედნიერი, შედეგი იგივეა, პირიქით უფრო პროლონგირებადი ეფექტით არის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი, მისი მენტალური მდგომარეობა ნარჩუნდება, პირიქით უმჯობესდება. რასაც არ იტყვი, მაგალითად, ნემსი თერაპიის დროს. ნემსი თერაპიის დროს, დავიწყოთ იქიდან, რომ ტკივა, შემდეგ არის ძალიან ისეთი რეაბილიტაციის პროცესი და მერე უკვე მოდის დაკვირვება. ამ დაკვირვებაში უყურებდი, რომ პაციენტები, რომლებსაც მაგალითად არასოდეს არ გაუკეთებიათ ნემსი, გამოიყურებიან ბევრად უფრო უკეთესად დინამიკაში, მასაჟის ფონზე. ვიდრე ის, ვინც არის მაგალითად უკვე ჩარევით. და აი იქ უკვე მებადებოდა კითხვა რატომ. ზუსტად პერიოდები, როდესაც დავდიოდი კონგრესებზე, ვიღებდი მონაწილეობას რაღაც სემინარებში, ვაკვირდებოდი სიღრმისეულად უსმენდი, აი როგორ იტყვიან, ხო იცით, წინადადების, ქვეწინადადებას ვცდილობდი მიღმა, დაგენახა, რატომ, აი მაგალითად თუ ეს გვაძლევს ამ შედეგს, აი იმის უკან რა დგას, რატომ ეს არა და ის. და ხვდებოდი, რომ მე ამ ინფორმაციას ვერ მივიღებ იმ წყაროებიდან, რა წყაროებიც იყო იმ მომენტში წარდგენილი ზოგადად ბაზარზე ბიუთი ინდუსტრიაში. აქ საშუალად მოდის უკვე დაოს ფილოსოფია. მე როგორც უშუისტი ბავშვობიდან და ალბათ იცი ლევანი შენც, რომ მაინც ეს მქონდა ყოველთვის და ამ ყველაფრით ხო ეს ყველაფერი მაძლევდა საშუალებას, რომ შემენარჩუნებინა ჩემი საკუთარი სხეული და საკუთარი მენტალური მდგომარეობა ყველაზე რთულ პერიოდებში. ეს ვარჯიშებია, სუნთქვის პრაქტიკებია და ასე შემდეგ. დავიწყე ამ დაოს ფილოსოფიის უფრო სიღრმისეულად შესწავლა. რა თქმა უნდა, ამის წყაროები არ არის ესე და დამჭირდა სერიოზული წიგნების გამოწერა, უფრო სხვა წყაროები ისეთი, რაც შეიძლება ესე მისაწვდომი არ არის და აღმოვაჩინე, რომ ადამიანს აქვს უდიდესი რესურსი, რომ უჯრედულ დონეზე მოახდინოს სხეულის რეგენერაცია, შეინარჩუნოს კი არა, გამოაჯანსაღოს მთლიანად თავისი სხეული. და ამ ყველაფერში ეხმარება ენერგია-ცის სწორი მართვა. ანუ ჩი გააჩნია ვინ როგორ ეძა. გარეთ იმისათვის რომ გარეგნულად მოდი ესე ვთქვათ, ის სილამაზე იქნება თუ სიჯანსაღი ჩანდეს, ამისათვის საჭიროა რომ ჯერ პირველ რიგში ჩვენ შიგნიდან დავლაგდეთ, მოდი ესე რომ ვთქვათ, ჩვენს თავთან. ესე გადავთარგმნით თუ შეიძლება. მენტალური ანუ ნახეთ, დღევანდელ რეალობაში რომ უყურებთ ახლა ადამიანებს და ალბათ თქვენც აკვირდებით, საიდან ჩდება დაავადება? ძირითადად დაავადების მთავარი პირველი მიზეზი არის ფსიქოსომატიკა. ეგ არის მთავარი. აი შემდეგ უკვე მიდის დანარჩენი ყველაფერი. ანუ ადამიანის გონებით
მიდის დაავადება. ადამიანი ღებულობს ინფორმაციას და თუ მისი გონება არ არის მზად იმისათვის, რომ გადაამუშაოს ეს ინფორმაცია და გაიტანოს სხეულიდან, ის აუცილებლად სადღაც გამოვლენას პოვებს. აუცილებლად. ძალიან საინტერესო რაღაცას ამბობთ. ეხლა რაც ძალიან ტენდენცია არის ეგრეთ წოდებული ეპიგენეტიკა, რაც შემოდის, რომელიც ამბობს იმას, რომ მეცნიერულად ასაბუთებს იმას, რომ ანუ ადამიანს შეიძლება გენეტიკურად რაღაც წინასწარ განწყობა ჰქონდეს კიდევაც სხვადასხვა დაავადებების ან რაღაც გარკვეული ფიზიკური ან სხვაგვარი ასე ვთქვათ პრობლემებისადმი, მაგრამ ყველა ადამიანს შეუძლია თავისი რესურსების მობილიზებით შესაბამისად ისე შეცვალოს ეს ყველაფერი, რომ მაგალითად არ ვიცი, რო არის ადრე ესე იყო, რომ ბებიასაც სახსრები აწუხებდა აბა შენც რა გიკვირს ეხლა, რომ შენც ეხლა გაწუხებდეს, ხო? ესეც არის, აი ზუსტად ეგ არის, რომ ადამიანის გონება, ნახეთ, მე მაგალითად ჩემ პაციენტებს თითქმის ყველას, ვისაც ყავს პატარა შვილები და უკვე ნუ დიდი ბავშვებიც არ აქვს მნიშვნელობა, შვილი-შვილია ყოველთვის. ძალიან დიდ რჩევას ვაძლევ და ეხლაც აი მსმენელსაც. არასოდეს არ გააკეთოთ აი ეს პარალელი, შენ ასეთივე ხარ, როგორც ბებია შენი იყო, ასეთი გაქვს, როგორც მამა შენს ბაბუას ჰქონდა და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ეს ქვეცნობიერად აუცილებლად ილექება გონებაში და შემდეგ უკვე აუცილებლად და ბავშვი მოზარდი მით უმეტეს თუ პატარა ბავშვს ბავშვობიდან ეუბნები რომ შენ ბებია შენს გავხარ, ის უკვე ქვეცნობიერად თითქოს და სამომავლოდ რო გაიზრდება და უბერტულ ასაკში შედის და ვთქვათ თუ რაღაცა ან დაავადება ან რაღაცა ფიზიკურად ნაკლი აქვს, აუცილებლად იტყვის რომ აი ეს ბებია ჩემს ქონდა და იმიტომაც მაქვს ასე. და არც ეცდება რომ რამე არ ეცდება, იმიტომ რომ უკვე როგორ არის, იცით, თითქოს მიმღებლობა აქვს უკვე ამის. всё, მე ასე მაქვს და ასე უნდა მქონდეს. შენ ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი, ხა ჩვენ საუბრობთ, ჩვენ გადაცემა არის რომ ბრენდი საქართველოს, ხო და საუბრობთ იმაზე, რომ რა რესურსები გვაქვს ჩვენ ქვეყანას თლიანობაში იმისათვის, რომ რაღაცით განსხვავებული ვიყოთ მსოფლიო კონკურენციაში, რაღაცით საინტერესო ვიყოთ ტურისტებისთვის, ინვესტორებისთვის, ჩვენივე მოქალაქეებს, ანუ ამ ქვეყანას ჰქონდეს ბევრი რაღაც სხვადასხვა ძლიერი მხარე. ერთ-ერთი ძლიერი მხარე აი ყოველთვის იყო, რომ აი კნუტ ჰამსუნი იყო ესეთი მწერალი, რომელიც საქართველოში რომ გადმოვიდა ჩრდილოეთ კავკასიიდან საქართველოში რომ შემოვიდა, აღწერდა, ესე წერდა პირდაპირ, რომ აი აქ ხალხი თები უფრო მაღალია, ხალხი უფრო ლამაზია, ანუ ადარებდა ავსტრია, შვეიცარია, სადაც ის ცხოვრობდა და ამბობდა, რომ საქართველო არის ფანტასტიკური ქვეყანა, ეს რაღაც დაკარგული სამოთხეა, ჩაკარგული სამოთხე ამ დედამიწაზე, სადაც აი რაღაც ეს სილამაზეს განსაკუთრებით უსვამდა ხაზს და შენ რასაც საუბრობ, ანუ ჩვენ გვაქვს რესურსი უდიდესი რესურსი და აი როგორ შეგვიძლია ჩვენ რომ ის თემები, რაზეც შენ საუბრობ, შეიძლება შენი კოლეგები, არ ვიცი, როგორ შეიძლება რომ ქვეყანამ რაღაცა ეს ველნესის იქნება ეს, მე ესე დავარქვევდი, უფრო ლამაზი ხალხი, არ ვიცი, უფრო ჯანსაღი ხალხი, ან აქ ჩამოსვლა ნიშნავდეს რომ უფრო მეტად გაჯანსაღდები ან რაღაც გადაიტვირთვები, ხო, გინდა ფსიქოლოგიურად, გინდა ფიზიკურად, მენტალურად, აი რა შენ როგორ ხედავ ამას, იმიტომ რომ შენი გარდა იმ პროფესიის, რომელიც გაქვს, ვიცი რომ საერთაშორისო მათ შორის ჟიურიში ხარ, შეფასებებში მონაწილეობ და ბევრი გინახავს, ასე ვთქვათ, აი სხვა ქვეყნების თემა და აი ამასთან დაკავშირებით თუ შეიძლება რომ გითხრა. იცით, ლევან, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ქართველები არ ვაფასებთ ერთმანეთს. აი ქართველ ერს არ აქვს აი ეს უნარი. ჩვენ გონია რომ იქ უკეთესია, ანუ იქ მე გულისხმობ ევროპას, ამერიკას და ასე შემდეგ და არ ვაფასებთ ერთმანეთს და არ ვაფასებთ იმ ადამიანებს, ვინც საქართველოში არსებობენ უჭკვიანესი ადამიანები, უძლიერესი და
ძალიან ბევრ საინტერესო ტექნიკებს ფლობენ. უბრალოდ ეს ადამიანები არ ჩანან, იმიტომ რომ ქართველი ადამიანი ახლა ჩემი აი ამ საერთაშორისო ანუ ასპარესას ვერ დავარქმევ, რაღაცა მოგზაურობას ამ ჩემ პროფესიით. დამანახა რომ ქართველ ადამიანს არ აქვს უნარი წარადგინოს თავისი თავის სათანადოდ. აძლევს უფლებას სხვას ანუ მე ყველა ერთს ნამდვილად პატივს ვცემ, მაგრამ ძალიან გული მწყდება, რომ ქართველები ვერ ვაფასებთ იმას, რაც გვაქვს და გვაქვს ძალიან ბევრი და გვყავს ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი, საინტერესო ადგილები. და ზუსტად ამისთვის გავაკეთეთ საქართველოს ველნეს და ჯანსაღი ცხოვრების ასოციაცია, სადაც ვეძახით ამ ადამიანებს. ასაკს არ აქვს მნიშვნელობა. ზუსტად მინდა და გვინდა უпростоრედ, რომ 60+, 70+ არ აქვს მნიშვნელობა. არიან ადამიანები, ვისაც აქვს ძალიან საინტერესო ცოდნა ამ კუთხით. უბრალოდ არ აქვთ უნარი ამ ყველაფრის მიწოდების შეფუთვის, მოდი ასე ვთქვათ. და ამიტომ ეხლა ნახეთ, ზუსტად ისევ гаджеტებს დაუბრუნდები. სოციალური ქსელი, ეხლა ხელოვნური ინტელექტი. წარმოიდგინეთ უკვე როგორ რა ხდება. ინტენსიური, მოდი ასე ვთქვათ, საინფორმაციო ველი არის შექმნილი, რომელშიც ძალიან ძნელია საკუთარი თავის დამკვიდრება. იკარგება ადამიანი, იკარგება ის ტრადიცია, იკარგება ის ცოდნა და მოდი დავაფასოთ ის ადამიანები პირიქით მოვიყვანოთ, მივცეთ საშუალება რომ ილაპარაკონ, გაგვიზიარონ თავისი ცოდნა და რა თქმა უნდა მაგალითები ახლა არიან ადამიანები, ვინც საკუთარი მაგალითით გვანახებს, რომ შესაძლებელია ჯანსაღი ცხოვრებით, მენტალური ჯანმრთელობით მიაღწიო ფიზიკურ ჯანმრთელობას. ენერგეტიკულ ჯანმრთელობას რაც ეხება, ეს არის აი აურა ჩვენი, მოდი ასე ვთქვათ, ხო? დღევანდელი რეალობა, გვანახებს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იოგას ძალიან დიდ პატივს ცემს, მაგრამ ჩვენ გვაქვს, ქართველებსაც აქვთ აი მედიტაციის ესეთი ადგილები, სადაც აუცილებელი არ არის სუნთლად მედიტაცია ჩაატარო, ეს არის ლოცვა მაგალითად, სწორი მოდი ასე ვთქვათ, მიმართულების შერჩევა შენი მენტალური სხეულის გაჯანსაღებისთვის. ძალიან საინტერესოა. შენ ახლა სარეკლამო ჭრამა მოგვიწია და გავაგრძელოთ ამ თემაზე საუბრით, იმიტომ რომ აი საქართველოს ეს შესაძლებლობები ალბათ აი ინდივიდის და აი ფიზიკური, მათ შორის ბუნების, მათ შორის განწყობის, მათ შორის არ ვიცი, ბუნებრივი რესურსების წყალი ახსენე შენ, იგივე ჰაერი ჩვენთან რაც არის, ანუ ის რესურსები ალბათ რაღაც ჰარმონიაში შეიძლება იყოს მოყვანილი და ეს შეიძლება გახდეს ერთ-ერთი ძალიან საინტერესო, ასე ვთქვათ, ქვაკუთხედი, რომელიც ქვეყნის პოზიციონირება შეიძლება დაედოს. ხო, ახლა შვეიცარიაზე თუ ეგრევე მომენტალურად დაიჯერებ, რომ აი რო თქვა, რომ ახლა სიცოცხლის გახანგრძლივებაზე შვეიცარიაში არის ძალიან ბევრი უკვე კლინიკებიც და არა მარტო კლინიკებიც დაწესებულებები, უცებ გჯერა, იმიტომ რომ შვეიცარიაში იქნება. საქართველოში რატო არ შეიძლება, ხო? ძალიან და გვაქვს რესურსი. აი გავაგრძელოთ ამაზე საუბარი სარეკლამო პაუზის შემდეგ. გადაცემის მხარდამჭერია ქართული პრემიუმ კრაფტ ლუდი ტაატი. რეკლამა რადიო კომერსანტზე. სილკპოსტი, სახმელეთო ამანათების საქართველოში. გამოიწერეთ ამანათები ჩვენთან და ისარგებლეთ სწრაფი სერვისითა და ბიუჯეტური ფასებით. დარეგისტრირდით. ჩვენი ვებგვერდის მისამართია: www.silkpost.g. Toyota ცენტრ თბილისში საგაზაფხულო აქცია გრძელდება. ისარგებლეთ 15%-იანი ფასდაკლებით აკუმულატორებზე. შეხვდით ზაფხულს მომზადებული Toyota ცენტრ თბილისთან ერთად. სერვისის დასაჯავრშნად დაგვიკავშირდით 2511 252 2022 ან გვეწვიეთ მისამართზე დავით აღმაშენებლის 116. საუკეთესო ფასი და სრულყოფილი არჩევანი PSP-ს ყველა აფთიაქში. მედიკამენტები, საკვები დანამატები, თავის მომლის პირის ღრუს და ბავშვის პროდუქტები. ყველაფერი რაც თქმეს ჯანმრთელობას და სილამაზეს სჭირდება. PSP, ჩემი ოჯახის აფთიაქი. Global Idea და Financial წარმოგიდგენთ ნომერ პირველი ოქროს ბრენდის გამარჯვებულებს. Autotech დახმარება ჯუბა, Element Construction,
ბეტეკ ფაიფიქსი, MBG რენტი, კოშკურა ამწეების ქართული სერვის ჯგუფი, Geo Energy, Hisense HVAC Georgia, Toyota ცენტრი თბილისი, New Vision დაზღვევა, Victoria Security, Pro Service, კორძაძის საადვოკატო ბიურო, Ronico, ვაკის საცურაო აუზი, კაროტენი, ვიტაფეროლი, ფრანკო ფონტანა, ESP, Nestle, Montessori საბავშვო ბაღი, Pino, Tabeksi, Smile Care, Pasta del Capitano, Tantum Verde, Xaxabo, Bronco Maxi, Vitrum Immunactivi, Lotusi, Dorco, L'Occitanie Provenceიდან. საინფორმაციო მხარდაჭერა, რადიო კომერსანტი, FM 95.5, პუბლიკაჯი, ჟურნალი გლოსი, ოქროს ბრენდის პარტნიორი, შატო სვანიძე. Toyota ცენტრ თბილისში საგაზაფხულო აქცია გრძელდება. ისარგებლე 25%-იანი ფასდაკლებით ძრავის ზეთსა და ფილტრებზე. შეხვდი გაზაფხულს მომზადებული Toyota ცენტრ თბილისთან ერთად. სერვისის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით 2511 252 2022 ან გვეწვიეთ მისამართზე. დავით აღმაშენებლის 116. დაგეგმე საოჯახო დასვენება სასტუმრო ჯორჯია პალასში. ისარგებლე სამჯერადი კვებით და შეუქმენი ყველა პირობა ოჯახის წევრებს დაუვიწყარი ზაფხულის დღეების გასატარებლად. შთაგონებით ჩვენ ვქმნით თქვენს ზღვისფერ მოგონებებს. ჯორჯია პალასი, სასტუმრო და სპა ქობულეთი. დეტალებზე დაგვიკავშირდით. 577 24 24 25. რეკლამა რადიო კომერსანტზე. ბრენდი საქართველო. ლევან კობერიძესთან ერთად. დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში, გადაცემით ბრენდი საქართველოს, შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის ხარდამჭერია ქართული პრემიუმ კრაფტ ლუდი ტაატი. მადლობა მას კიდევ ერთხელ ამ ხარდაჭერისათვის. და დღევანდელი ჩვენი სტუმარია შორენა ალიბეგაშვილი, ადამიანი, რომელსაც საკუთარი გამოცდილებით, საკუთარი ცხოვრების წესით შეუძლია სხვათა შორის გვირჩიოს თუ აი ეს თემა, რაზე ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, ხო, ეს ცხოვრების ჯანსაღი წესი, ვსაუბრობთ ველნესზე, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ცხოვრების გახანგრძლივების ადგილად როგორ შეიძლება იქცეს საქართველო. შორენ აი რამდენად რთულია ამ ყველაფრის რეალურ ცხოვრებაში გადატანა, იმიტომ რომ ახლა შეიძლება მსმენელს და მაყურებელს შექმნას განცდა, რომ ჩვენ რაღაც კარგ რაღაცებზე კი ვსაუბრობთ, მაგრამ ჩემთან ეს რა შუაშია, ეს სხვაგან არის ესეთი ცხოვრების წესი და მე კიდე ახლა იმდენი საქმე მაქვს ყოველდღე ისედაც ისე დღეში ვარ და ახლა ეს დავალება დამემატება. კიდე აი ეს როგორ არის? აი შენი რჩევა რა იქნება? როგორ შემოვიტანოთ ეს ყოველდღიურობაში და არის თუ არა ამის რესურსი? კი ბატონო. აი ზუსტად ეს თუ არ შემოვიტანეთ ჩვენ ყოველდღიურობაში, ჩვენ ვერ გაუძლებთ ამ აი რა არის ეს შემოვიტანოთ? აი რო დაგვიკონკრეტო, ანუ რა უნდა შემოვიტანოთ? ალბათ პირველ რიგში აზროვნების ფორმა. აზროვნება. ანუ აზროვნების ფორმა პირველ რიგში და მერე უკვე რა თქმა უნდა ფიზიკურად ამ ყველაფრის შესრულება. რაც ეხება აზროვნების ფორმას, მოდი გავიაზროთ ყველა, რომ თუ თქვენ არ გაქვთ ენერგია და დღევანდელ რეალობაში თითქმის ყველა ადამიანი, რომ კითხო ყოველი მეხუთე ადამიანი გეუბნება, აი რაღაც უენერგიოთ ვარ, აი ენერგია არ მყოფნის, თორე ეხლა აი ამას ვიზამდი, იმას ვიზამდი. ანუ ადამიანებს აღარ ყოფნით ის ენერგია, რესურსი და ძალიან ხშირად მე პირადად მეკითხებიან, საიდან გაქვს ეს? საიდან პოულობ, ანუ რით იტენები? ასეთი კითხვა არის ხშირად ჩემთან მაგალითად სოციალურ ქსელში. და ნუ ვინც ახლა ახლოს მიცნობს, უკვე მშვენივრად ხედავს საიდან და როგორ და ვინც უკვე მომბაძა ძალიანაც ბედნიერი. არაფერ ჯადოსნურს არ აკეთებ, ხო? არაფერი ჯადოსნობა. პირველ რიგში უნდა გავიაზროთ, რომ ეს გვჭირდება. გვჭირდება როგორც წყალი. აი გვჭირდება როგორც ჰაერი, მოდი ასე ვთქვათ. პირველი რა გვჭირდება? ეს არის სუნთქვა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ სწორად სუნთქვა. ძალიან ბევრი ადამიანი ჩათვალეთ რომ არ იციან. ნახევარზე მეტი ვერ სუნთქავს სწორად. შემდეგ წყლის მიღების კულტურა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად აი 2 ლიტრა უნდა დავლიო და რაღაცა. არავითარ შემთხვევაში. გადაგვაქციეს იმათ ხალხი დადის, რომ აი 2 ლიტრა უნდა დავლიო და სწორად შერჩეული წყალი.
ანუ ზოგს რატომღაც წყალი გონია რაღაცა აი ჩაიც წყალია ანუ წყალსაც აქვს ძალიან დიდი დატვირთვა არსებობს კიდე კარგი წყალი რასაც ქვია ჟანგბადით გაჯერებული წყალი ეგეც ძალიან კარგია ასევე აუცილებელია კვების რეჟიმის დარეგულირება ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა ვჭამოთ და უნდა ვიყოთ დიეტაზე. ან აუცილებლად უნდა შემოვიფარგლებოდეთ მარტო რაღაცა ლაქშერი კვებით. ჩვეულებრივად საქართველოს აქვს რესურსი, ბოსტნეული არის, არ არის საჭირო ბევრი. რაოდენობაც უნდა იყოს ძალიან შეზღუდული. უნდა სწორად იყოს თქვენი შესწავლილი საკუთარი სხეული, მოდი ასე ვთქვათ. აი ეს ვისთან ერთად უნდა გააკეთოს ადამიანმა და რამდენად ძნელია ამის სწავლა. ანუ აი ჩვეულებრივმა ადამიანმა გადაწყვიტა რომ მოდი კარგი, აი მოისმინა გადაცემა და რა კარგი რამეა, თურმე კარგი რა არ ყოფილა ძნელი და აი ეს რითი დაიწყოს. ნუ ასე ძნელია რა თქმა უნდა სად ამისთვის ახლა ვარსებობთ ესეთი ადამიანები როგორც ნუ ახლა მე პირადად ვცდილობ რომ მაქსიმალურად ეს ინფორმაცია მივიტანო ადამიანებამდე ახლა ვცდილობ უკვე დაწყებული მაქვს ცოტა ხანში YouTube არხზეც დაიდება ინფორმაცია ამ ჯანსაღი ცხოვრების რუტინასთან დაკავშირებით როგორ შემოიტანო ეს ყველაფერი ასევე მე პირადად მაქვს მარათონი სადაც ვარჯიშები და რჩევებიც მაქვს აბსოლუტურად რესურსები არის უბრალოდ უნდა ადამიანს გონებაში ეს ყველაფერი დაიკავოს ადგილი იმიტომ რომ ადამიანს აი ხო როეუბნები იცით რა ქალბატონო მაგალითად ბატონო თქვენ უნდა დაიწყოთ აი თქვენი დილა როგორ იწყება როგორ იწყება თქვენი დილა რა ვიცი აი ვიზმორები და მე ტელეფონს აი ზუსტად არ არის სწორი მაგალითად ტელეფონს არ უნდა მოკიდო ხელი ტელეფონი რაც შეიძლება უფრო გვიან მოკიდებ ხელს მით უკეთესი იმიტომ რომ მე რაღაცნაირად უკვე ენერგეტიკული მამიდის პირველი ვარჯიშები ლოგინში, შემდეგ რო დგები, სწორი სუნთქვა, ამას არ ჭირდება ბევრი დრო. ამას არ ჭირდება რაღაცა კონკრეტული პროფესია, არ უნდა იყოს მაინდამაინც წარმატებული ბიზნესმენი და შემდგარი ადამიანი იმისათვის, რომ ამის სურვილი გაჩნდეს. ჩვეულებრივი რუტინული ადამიანი, რომელიც მიქრის ბანკში და მთელი დღის განმავლობაში ზის კომპიუტერთან, მას ხო სჭირდება ეს რესურსი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა თავისი მაღვიძარა დააყენოს 9 საათით ადრე, არ აქვს მნიშვნელობა პატარა შვილები ყავთ, არაუშავს, ცოტა ადრე დაწექით, ღამე არ გეძინათ, არაუშავს, დილით მაინც ადრე ადექით, ეს არის ზუსტად ის დისციპლინა, რომელიც შეგიძლიათ თქვენ თვითონ გამოიმუშავოთ. რაც მე იმ შედეგს მოგცემთ, რომ უკეთესად იგრძნობს თავს და შეეჩვევა. აუცილებლად უკეთესად იგრძნობს. ისე რომ არ წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის რაღაც კიდე დავალება, მოდი ესე. არა, ეს თქვენთვის არის, აი არის ჩათვალეთ, რომ ეს არის ის 15 წუთი, რომელიც თქვენ უნდა აჩუქოთ საკუთარ თავს, იმისათვის, რომ გაიხანგძლივოთ თქვენი ახალგაზრდობა. ან ჯანმრთელობა გაიმჯობესოთ და ზოგადად დაავადებამდე არ მიხვიდეთ და პლუს კიდე მე მაგალითად რჩევას მივცემდი კომპანიებს უფრო დიდ კომპანიებს, სადაც არის დახურული სივრცეები, სადაც არ ნიავდება, კარგად მე მესმის, რომ არის კონდიცირება, მაგრამ ბუნებრივი ჰაერი სადაც არ შემოდის და არ არის საშუალება აი ტერასები არ აქვს. მე ვფიქრობ, რომ ყველა ხელმძღვანელმა უნდა იფიქროს თავის თანამშრომელზე. ხო, ეს ოფისების განიავება რაც ახლა იყო, ადრეც იყო წესი იყო ესეთი, რომ განიავება უნდა ხდებოდეს შენობის რა, ეს იქნება ოფისი თუ იქნება საცხოვრებელი ფართი, უბრალო განიავებასაც თავის წესი აქვს. მე მახსოვს სამედიცინოზე ვსწავლობდი და პირველი განათლებით ექიმი ვარ და გვასწავლიდნენ იქ სამედიცინო დაწესებულება, კი არა, ნებისმიერი როგორ უნდა განიავდეს. ანუ ცოტათი გამოღებული ფანჯარა თუნდაც მთელი დღე არა, ჯობია რომ ერთხელ თლიანად გააღო სივრცე და განიავო, ასე ვთქვა, თლიანად მერე დახურო ისევ. ანუ ეს პატარ-პატარა არა მხოლოდ განიავება, ლევან, მე ვფიქრობ, რომ მენტალური ჯანმრთელობის
კოუჩების დაქირავება. ხო. მე არაერთ კომპანიაში მაქვს ჩატარებული ესეთი დახურული კოუჩები, სადაც ადამიანებს ვასწავლიდი, როგორ უნდა მოისმინოს თავისი სისტემა, ანუ რომ მისი სხეული შედგება 12 სისტემისგან, როგორ მუშაობენ ეს 12 სისტემა, როგორ მუშაობს ლიმფური სისტემა, როგორ უნდა ისუნთქო, რა პრაქტიკები შეიძლება ჩაიტარო, თუნდაც იგივე სამსახურში, როდესაც შენ ისვენებ და რა გააქვს რაღაცა 1 საათიანი პერიოდი, სადაც კვებასთან ერთად შეგიძლია რესტარტი ჩაატარო შენი სრულიად სისტემის, ანუ სხეულის. ასევე თვალის ვარჯიშები, ანუ არსებობს ძალიან ბევრი საინტერესო პრაქტიკები და ვარჯიშები, რომელიც შეიძლება თავის თანამშრომლებს ჩაუტარონ ესეთი ტრენინგები და მისცენ საშუალება, რომ ის იგივე თანამშრომელი იქნება უფრო პროდუქტიული, უფრო მოტივირებული, უფრო ბედნიერი და უფრო გუნდური. Team building-ები, მშვენიერი ბუნება გვაქვს საქართველოში, გვაქვს ძალიან ბევრი საინტერესო ადგილები, სადაც შეიძლება გაიყვანოთ თავის თანამშრომლები და ესეთი ადამიანები, კოუჩები, ანუ ადამიანი wellness coach-ი, ხო, ადამიანი, ვინც პროცესს მართავს. მე მომწონს მაგალითად ძალიან ნორდიული სიარული, სხვათა შორის ნორდიული ფედერაცია არის ჩვენი ასოციაციის, ნუ გვაქვს მემორანდუმი. ხო, იმ ქვეყნებმა ნამდვილად იციან ადამიანებმა ჯანსაღად როგორ უნდა იცხოვრონ. კი ბატონო, არ ჭირდება მაგას ბევრი დრო. 20 წუთი მაგალითად ნორდიული სიარული გაძლევს უკვე სრულად სისტემის გაჯანსაღებას. 15 წუთი face yogis არის სრულად გაჯანსაღება სისტემის. ანუ ჩვენ მეორენაირად რო შევხედოთ, ხო, ეხლა ესეც ხო რესურსია ქვეყნისთვის, ხო, როცა ეხლა საუბრობთ იმაზე, რომ ქვეყანას რა რესურსები აქვს, ხო, ეხლა გარდა ბუნების, წიაღისეულის და გეოგრაფიული ადგილმდებარეობის, ნუ ეს ადამიანები არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ღირებულება, რაც ქვეყანაში არსებობს, მოდი ესე რო ვთქვათ, ხო, და რაც უფრო ჯანსაღი, რაც უფრო რესურსული მდგომარეობით, როგორც ეძახიან, ვიქნებით, ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყანას მეტი შეეძლება, ხო, მთლიანობაში და შეიძლება ის ადგილი გახდეს ზუსტად, რომ ვაჩვენოთ სხვებსაც, როგორ შეიძლება რომ უფრო ჯანსაღი იყო, უფრო ლამაზი იყო, უფრო დიდხანს იცხოვრო და ჯანსაღად იცხოვრო. ჯანსაღ სიცოცხლესაც აქვს მნიშვნელობა, ხო, არა მარტო სიცოცხლის ხანგრძლივობა, არამედ ჯანსაღად რამდენი წელი ცხოვრობ იმ. და კიდე რა არის იცი მნიშვნელოვანი, რომ აი ეს ადამიანები მაგალითად, როდესაც იკრიფება უკვე 10 ადამიანი, რომელსაც აქვს ერთი მიზანი, იცხოვროს ჯანსაღად, ის 5 ადამიანი, რომელიც ჯერჯერობით მერყეობს, იქიდან მინიმუმ 1 მაინც გადმოვა და ჩათვალეთ, რომ თქვენ ეკოლოგიურადაც ძალიან კეთილ საქმეს გააკეთებთ სხვა ადამიანებისთვის და დღეს უკვე დამტკიცებული ფაქტია. თუ შენ ეკოლოგიურად ცხოვრობ და შენ ხარ თვითონ ეკოლოგიური, ანუ სიკეთე მოგაქვს ადამიანებისთვის, შენი ცხოვრება აუცილებლად გახანგრძლივდება. რაღაცა მისია ქონია ცხოვრებაში და აუცილებლად ადამიანი, რომელიც არის მარტო საკუთარ თავზე ორიენტირებული და სიკეთეს არ თესავს, ეს სიკეთე არ არის მხოლოდ ფული. არ არის აუცილებელი, რომ დაეხმარო ფულით. ფულით შეიძლება ადამიანს დაეხმარო, მაგრამ ამას აქვს კიდე მეორე მხარე, როგორ ეხმარები კიდე და რა როგორ მოტივაციას დება, რა ენერგიას დება. გინდა რომ იქიდან რაღაც პირიქით პრომეთი წამოიღოს, ხო? და როდესაც იკრიფება, წარმოიდგინეთ, ადამიანები ყველა ერთად ვარჯიშობს, ერთად აკეთებს რაღაცა სუნთქვის პრაქტიკას, უზიარებს ერთმანეთს რაღაც თავის გამოცდილებას, რომ ვიღაცას რაღაცა გამოსდის უკეთესად, ვიღაცას არა. შემდეგ უკვე ადამიანები, ვისაც მაგალითად თუნდაც მავნე ჩვევები აქვთ და ვერ ერევიან ამ ჩვევებს, ისინი ნელ-ნელა გადმოდიან აქეთ მხარეს და რაც უფრო მეტი იქნება ასეთი ადამიანი, მით უფრო მეტად გაჯანსაღდება ერი. და მე ძალიან ბედნიერი ვარ, იცით რა კუთხე რომ უშუ ზუსტად ის ფილოსოფია, დაოს ფილოსოფია, რაზეც არის, საიდანაც არის, აი ჩემი მაგალითად თლიანად ეს ყველაფერი, რასაც მე ვაკეთებ, დაოს ფილოსოფიაზე არის, იქიდან არის საწყისები და ძალიან მიხარია, რომ დღეს უკვე ამ ყველაფერსაც ესე ხორციეს ხმევა, რასაც ქვია და ადამიანები ნელ-ნელა იტაცებენ ამ ყველაფერს და
პატარა ნაბიჯებით, მაგრამ უკვე თავის შვილებს შეიძლება ეხლა ჩვენ ხელა ადამიანები ცოტა გაუჭირდეთ, იმიტომ რომ მენტალურად ძალიან ბევრს მაინც ეს სტერეოტიპული აზროვნება აქვს. თუმცა აი ეს ადამიანები თუ თავის შვილებს და შვილიშვილებს ჩაუნერგავენ, აი მაგალითად ჩემი შვილიშვილი დღეს ძალიან სხვანაირად ცხოვრობს. ისე აი რო შეხედო, გეგონება რომ დიდი, ესე ჩამოყალიბებული, გააზრებული ადამიანი იცის, რომ სწორედ უნდა ის უთქოს, იცის, რომ რუტინა უნდა ჩაიტაროს, როგორ უნდა ჩაიტაროს, ლოცვასაც კითხულობს, მედიტაციასაც აკეთებს, ანუ ყველაფერს აკეთებს, მაგრამ ამას ჩვენ კი არ ვასწავლით საკუთარ მაგალითით. კი ბატონო. მაგალითით და ბავშვი უყურებს. აუცილებლად. კი ბატონო, ძალიან კარგი ჯორდანა, მაშინ აი ამ ოპტიმისტურ ნოტაზე დავემშვიდობოთ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეხლა მე რა დასკვნაც გამოვიტანე ჩემთვის არის ერთი ის რომ სამყაროს მიმართ სიკეთით უნდა იყო განწყობილი რომ ჯანსაღა ცხოვრება და უფრო დიდხანს და უფრო ლამაზად ცხოვრება ეს არ არის რაღაც ძვირი სიამოვნება და ფუფუნება ყველა თითოეულ ჩვენთაგანს შეგვიძლია თქვენაირი ადამიანები უნდა დავიხმაროთ აუცილებლად და მადლობა რომ ბევრ ესეც კარგ საქმეს აკეთებ და ამის ენერგია თქვენ თვითონვე ყოფნით იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და რა ვიცი უსურვოთ ჩვენ ქვეყანას რომ აი ჩვენი ქვეყნის ბრენდი მათ შორის აი ამ მიმართულებით რასაც ველნესი ქვია ცხოვრების ხანგრძლივობა ქვია სილამაზე ქვია ეს ისტორიულად რაც ქონდა შეგვენარჩუნებინოს და აი ამ ცხოვრების წესით კიდევ უფრო გაგვეძლიერებინოს. ნამდვილად და მე პირადად მინდა თუ მაქვს უფლება რა თქმა უნდა ჩემ კომპანიაზე ვიტყვი. ზუსტად აი ეს ფილოსოფია მქონდა ჩადებული და მაქვს ჩადებული და ყველა ადამიანს ჩვენ თავაზობთ ყველაზე იოლ და ყველაზე ბიუჯეტურ გზას იმისათვის რომ იყონ ჯანმრთელები და რომ მათი მენტალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ამისთვის არსებობს კურსები, ამისთვის არსებობს ვორქშოპები, ამისთვის არსებობს ძალიან ბევრი სხვადასხვა ესეთი მიმართულებები, რაზეც ვფიქრობ თუ ადამიანის ბუნება და გონება უკვე იქნება, აი როგორ არის იცით, ეხლა ხო გახსნილია რომ იძახიან რომ 5D განზომილება უკვე 6D განზომილებაში გადავდივართ და უახლოვდებით, რასაც ქვია იმ რაღაცა სიწმინდეებს. მინდა ვთქვა ასე, თუ ადამიანი მოთხოვნილება წამოვა და გექნება სურვილი რომ იცხოვრო ჯანსაღად სამყარო აუცილებლად გამოგიგზავნის სწორ ადამიანებს, გარემოსაც შეგიქმნის, თავარი არის სურვილი. თუ თქვენ დღეს ეს არ გაქვთ, ესე იგი არ გაქვთ სურვილი. ესეა წესი. კი ბატონო, მოკლედ დავიწყოთ ამ სურვილით, განწყობით და ყველაფერი აუცილებლად კიდევ უფრო კარგად იქნება. დიდი მადლობა. მადლობა თქვენს. ბრენდი საქართველო ლევან კობერიძესთან ერთად. რეკლამა რადიო კომერსანტზე. კომპანია Sun Motors-ი გთავაზობთ იდეალურ არჩევანს თქვენი ავტომობილის